სადამდე მიიყვანს ივანიშვილის მმართველობა ქვეყანას რა ეკონომიკური საფრთხის წინაშეა საქართველოს ოლიგარქის ანტისახელმწიფოებრივი გადაწყვეტილებების გამო. ბიზნეს ექსპერტები, ბიზნეს წრეებისა და აკადემიური სექტორის წარმომადგენლები იმ მოსალოდნელ და გამოუსწორებელ ეკონომიკურ კრიზისზე საუბრობენ, რომელიც ოცნების არასწორ ნაბიჯებს მოყვება. ბიზნესის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ქვეყანაში, რომელიც პარტნიორებისთვის უკვე სანდო აღარ არის, უცხოური ინვესტიციების შემოდინებაც შეწყდება. ბიზნესი გამოსავალს მხოლოდ ახალი არჩევნების დანიშვნაში ხედავს. ნინი ბალანჩივაძე ჩაგვერთვება პირდაპირ ეთერში და გვეტყვის რა განცხადებები გაკეთდა დღევანდელი მრგვალი მაგიდის დასრულების შემდეგ. გისმენინი. პოლიტიკური კრიზისი უკვე ითარგმნა ეკონომიკურ კრიზისში და ამ ყველაფერს ცხადია მოჰყვება ეკონომიკური კოლაფსი. ეს არის განცხადებები, რომელიც ჩვენ დღეს მოვისმინეთ ექსპერტების მხრიდან, რომლებიც ესწრებოდნენ ევროკავშირის საქართველოს ბიზნეს საბჭოს ორგანიზებით გამართულ შეხვედრას. დღევანდელ შეხვედრაზე კი ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლებმა, სხვადასხვა ბიზნეს ასოციაციების წარმომადგენლებმა დააფიქსირეს პოზიცია, ისაუბრეს იმ შედეგებთან დაკავშირებით, რომელიც დგას ქვეყანაში ეკონომიკური თვალსაზრისით და ასევე ეს ეკონომიკური კრიზისი უკვე დაეტყო მათ ბიზნესებსაც. ექსპერტები თანხმდებიან იმაზე, რომ ნამდვილად გარდაუვალი იქნება რამდენიმე თვეში ეკონომიკური კოლაფსი და მათ შორის ისინი საუბრობენ სანქციების ეფექტთან დაკავშირებით, რომელიც უკვე დააწესა ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა ქართული ოცნების მაღალჩინოსნების წინააღმდეგ. ისინი ამბობენ პირდაპირ და ხაზგასმით იმას, რომ ის ბიზნეს წარმომადგენლები, რომლებიც ახლა არიან ბიძინა ივანიშვილის გვერდით და ეთანხმებიან ოლიგარქის პოზიციას და პოლიტიკას, ისინი სწორედ არიან ამ საფრთხის ქვეშ, რომ შემდგომი სიაში იქნებიან, ვისაც დაუწესდება ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან სანქციები. დრო აღარ იცდის, ეკონომიკა არის ჩამოშლის წინაშე. ეს იყო მთავარი განცხადებები, რაც ჩვენ მოვისმინეთ დღევანდელი შეხვედრის მხრიდან, ვინაიდან როგორც ბიზნეს ასოციაციების წარმომადგენლები, ასევე ექსპერტები, რომლებიც ესწრებოდნენ დღეს შეხვედრას და ეს შეხვედრა იყო სწორედ იმისათვის, რომ აზრების გაცვლა მომხდარიყო. თითოეული მათგანი თანხმდება იმაზე, რომ საქართველოს და ქართული ოცნება აღარ არის სანდო პარტნიორი ჩვენი საერთაშორისო მეგობრებისთვის, პარტნიორებისთვის და გამომდინარე აქედან იზოლაციაში ექცევა ქვეყანა. ამ იზოლაციას კი მოჰყვება უკვე გაგრძელება, შემდგომი ნაბიჯები, მათ შორის ეს იქნება, რომ ინვესტორები აღარ ჩადებენ ინვესტიციებს საქართველოში და ეს ყველაფერი რამდენიმე თვეში უმძიმეს შედეგებს მოიტანს თითოეული მოქალაქისთვის. ჩვენ ხედავთ, რომ freebusiness.gz-ზე 1500-ზე მეტი, უკვე 1507 კომპანია, რომელიც ღიად ითხოვს ახალი არჩევნების და ყველა პოლიტიკური პატიმარის გათავისუფლებას. ბიზნესის პოზიცია შეიძლება იყოს გადამწყვეტი ამ ქვეყანაში რეალური კრიზისიდან რეალური გამოსავლის მიღების თვალსაზრისით, იმიტომ რომ წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ ყველას ამ ქვეყანას, ჩვენ მოქალაქეებს გარდაულად ელოდება ეკონომიკური სირთულეები, რაც საბოლოო ჯამში კოლაფსამდე მიიყვანს ამ ქვეყანას. პოლიტიკური კრიზისი უნდა გადაწყდეს ქვეყანაში, სხვანაირად ბევრი დრო არ დარჩენია ბიზნესს, შეიძლება დაიწყოს ნამდვილად ისეთი პროცესები, რომელიც ჩამოშლის მთლიანად ბიზნეს გარემოს. სანქციები ნელ-ნელა, რა თქმა უნდა, ეკონომიკას ძირს გამოუთხრის აბსოლუტურად. და სანქციები არ გაჩერდება მხოლოდ თანამდებობის პირებზე, თუ რეჟიმი გააგრძელებს დემოკრატიის უკუსულას, რა თქმა უნდა, სანქციები მიადგება იმ ბიზნესებსაც, რომლებიც ხარდაჭერას უკეთებენ ამ, ესე ვთქვათ, რეჟიმს. სხვადასხვა სფეროს ბიზნეს ასოციაციები არიან წარმოდგენილები და უკვე საუბრობენ იმ დამანგრეველ ეფექტზე, რომელიც მოყვება ქვეყნის იზოლაციას და არალეგიტიმური ხელისუფლების დასანქცირებას. ეს აუცილებლად, ვიცით რა არის, ეკონომიკა ხომ არ ასხვავებს ადამიანებს პოლიტიკური ნიშნით. თუ დაიწყო ეკონომიკის ჩამოქცევა, ის თანაბრად შეეხება ქართული ოცნების ამომრჩეველსაც და ქართული ოცნებისგან დატერორებულ საზოგადოებასაც. ამიტომ ქართული ოცნების ამომრჩეველმა რაციონალურად აზროვნება უნდა შეძლოს და მიხვდეს რა ელოდება. ჩვენ თავი არ უნდა მოვიტყუოთ. ამ პროცესს აუცილებლად ბოლოში მოხდება მეტად კონკრეტული, შეიძლება ზოგისთვის მოულოდნელი პოლიტიკური და ვიმეორებ გეოპოლიტიკური შინაარსის გადაწყვეტილებები. ნებისმიერი ესეთი აქტი, რომელიც მიმართული არის ქვეყნის იზოლაციისკენ, მისი ეკონომიკური სისტემის განმარტოვებისკენ, განცალკევებისკენ და ვინც ამ გზას ადგას, მე მათქვი მიდავკითხო, რა სპირდება ქართულ ამომრჩეველს, არა მარტო სხვა ამომრჩეველს, არამედ საკუთარსაც მათ შორის.
შეიძლება ითქვას, რომ პროცესები გადავიდა ახალ ფორმატზე. დღეს მრგვალი მაგიდის ირგვლივ ისხდნენ ბიზნეს ასოციაციების წარმომადგენლები, ის ბიზნესმენები, რომლებზეც შეიძლება ითქვას და ფაქტობრივად დგას ქვეყნის ეკონომიკა და ასევე ექსპერტები და მთავარი საკითხი იყო ის გამოწვევა, რომელიც დგას ახლა საქართველოში და პოლიტიკური კრიზისი უკვე გადავიდა ეკონომიკურ კრიზისში და ეკონომიკურ კოლაფსზე საუბრობენ სწორედ ბიზნეს ასოციაციების წარმომადგენლები. ეს შეხვედრები კიდევ გაგრძელდება, თუმცა მთავარი მოთხოვნა, რაც დღეს გავიგეთ დღევანდელი შეხვედრიდან არის პირველი უნდა გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები და მეორე რაც შეიძლება სწრაფად უნდა დაინიშნოს ახალი არჩევნები, სწორედ ეს იქნება კრიზისიდან გამოსავლის ერთადერთი გზა.